ვენეციაში ვივდივარ დედაჩემთან ერთად. 6 სექტემბერს ჩემს საბადების დღეზე მეგობრებმა მაჩუქეს ტური დედაჩემთან ერთად ვენეცია, ფლორენცია, რომში. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით ვენეციის ტურთან დაკავშირებით. შემდეგ ორ ვიდეოში კი ეტაპობრივად ფლორენციას და რომს. როდესაც ვენეციაში ჩავფრინდით, იყო ღამის პირველი 15 წუთი და პირველი კურიოზით ჩაფრენისთანავე ტაქსის მძღოლთან შეგვემთხვა, როდესაც უთხარით, რომ სასტუმრომდე მივაყვანეთ. ტაქსის მძღოლმა ძალიან გულწრფელად გაგვიქვიმა და გითხრა, რომ ქალაქის მისადგომებთან მივიყვან და შემდეგ კი უნდა დავлодებოდით წყლის ბორანს. ამ ტრანსპორტის ბილეთების კურიოზთან დაკავშირებით კი შემდეგ მოგიყვებით. მოკლედ, ჩვენი სასტუმრო ძალიან მაგარ ადგილას იყო, ეს რიალტოს ხიდთან ფეხით 3-4 წუთის სავალზე. ის დაბეჭდილება, რაც ღამის ვენეციის ქუჩებში განვიცადე, არასდროს დამავიწყდება. მეკონა, რომ აივნიდან ჯულიეტა გადმოიხედებოდა, ქუჩებში კი ჩვენთან ერთად ბენვოლიო, ტიბალდი და მერკუციო ირმენენ. ის დაბეჭდილება არც ნომერში შესვლისას შეცვლილა, სხვაგვარი სასტუმრო ვენეციაში ვერც წარმოგვედგინა. უკვე ძალიან გვიანი იყო და დავიძინეთ. დილით კი საოცარი სანახაობა დაგვხდა. დილა ყავით და რიალტოს ხიდით დავიწყეთ. რიალტოს ხიდი ვენეციის ყველაზე ძველი ხიდია. პირველი ხიდი აქ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში აშენდა და მაშინ ის ხის იყო. იმ დროს ბევრს არ სჯეროდა, რომ ასეთ მძიმე კონსტრუქციას არხი გაუძლებდა, მაგრამ 4 საუკუნეზე მეტია ის მილიონობით ტურისტს საოცარ ისტორიაში ამოგზაურებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვენეცია მეგონა ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ტრანსპორტით მიხვიდოდი და დაათვალიერებდი, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდებოდი ჩვეულ რიტმს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალაქის შუაგულში შეგიძლია გადაადგილება ფეხით ან მხოლოდ წყლის ტრანსპორტით. წყლის ტრანსპორტს რაც შეეხება, როდესაც ბარათი გავატარეთ, ჩამოგვაჭრა 2 ცენტი და ვიფიქრეთ, რომ ეს იქნებოდა მისი ღირებულება. აი რატომ ვიფიქრეთ, ნამდვილად არ ვიცი. ხოდა გადავწყვიტეთ, რომ ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გაჩერებიდან გაჩერებაზე სწორედ ამ ტრანსპორტით გადავადგილებულიყავით. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ეს 2 ცენტი იყო მხოლოდ ბარათის ავთენტურობის დასადასტურებელი. შემდეგ კი თითო გატარება 9 ევრო ნახევარი ყირდა. კარგად. ასე რომ თუ ვენეციაში მოხვდებით და ამ ინფორმაციას არ ფლობთ, ჩვენსავით არ შეცდეთ და უფრო გონივრულად გამოიყენეთ ტრანსპორტი. სან მარკოს ბაზილიკა ვენეციაში ერთ-ერთი ცნობადი და 1000-წლოვანი ტაძარია, რომელიც აშენდა წმინდა მარკუსის ნაწილების დასაცავად. მისი ფასადი დაფარულია ოქროს მოზაიკებით, ანგელოზებით და ვენეციის სიმბოლოთი ფრთოსანი ლომით, რომელიც მდებარეობს სან მარკოს მოედანზე. კარიბჭის ზემოთ მდგარი ბრინჯაოს ცხენები ერთ დროს კონსტანტინოპოლის იპოდრომს ამშვენებდა და ვენეციაში მე-13 საუკუნეში ჩამოიტანეს. ბაზილიკის შიგნით კი 8000 კვადრატული მეტრი ოქროს მოზაიკაა. როგორც თავად ამბობენ, ეს ადგილი არის ვენეციის ძალისა და სულის გამოხატულება. ვენეციაში არ არსებობს ადგილი, რომელიც გულგრილს დაგტოვებთ. აქ არ მოგზაურობთ მხოლოდ მუზეუმში. აქ თავად ხდებით ეპოქის შემადგენელი ნაწილი. თითქოს იმ ეპოქაში ხართ, თითქოს ამოუცნობი ეპოქის ჰაერს უნთქავთ. ახლოვდებოდა ჩემი წასვლის დრო და ვგრძნობდი, რომ ვენეცია უკვე მენატრებოდა და თან წამოვიღე მისი წილი ვებერთელა სიყვარული. 2 დღის შემდეგ კი მივადექით სადგურს და გავემგზავრეთ ფლორენციაში, რომლის შთაბეჭდილებასაც შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ.